ჩემი ხარჯები არის 30. 30 რო გავყოთ 100-ზე, სულ სხვა პროცენტს მივიღებთ და 30 რო გავყოთ 60-ზე, სხვა პროცენტს მივიღებთ. აი ამაზე რომ უბრალოდ საუბარი. მე გეუბნებით რომ მაგ revenues აუდიტი ორივე საკლებს, მაგრამ საერთო ჯამში კითხვა მაქვს ძალიან მარტივი მაშინ. EBITDA-ს მარჟა არასწორია, ამას ვეუბნებით თქვენ კომპანიის და ისა net profit-ის მარჟა არასწორია. IFRS სტანდარტი სხვანაირად ითვლება. net profit-ის მარჟა არასწორია, ამას ვეუბნებით. net profit-ის მარჟა თუ რასაც უყურებთ? net profit-ის მარჟას მე რასაც უყურებ 2024 წელს თქვენი აუდიტის რეპორტით არის 16 მილიონი. ეს არასწორია თქო. 24 წელს 16 მილიონი. 16 მილიონს 630,000 ეს სწორია თუ არასწორია? სწორია ხო? ეს გამოდის იმ ციფრებიდან მე რასაც გეუბნებით თქვენ. და ამ შემთხვევაში ხო EBITDA გაქვთ 20 მილიონი. EBITDA-ს პროცენტი გამოდის 13.8. მარტივად გეუბნებით. რა თქმა უნდა, ამას შემდეგ აკდება ინტერეს კოსტი, ამორტიზაცია, ასე შემდეგ, თუმცა ამორტიზაცია არ არის cash-აიდები. და საერთო ჯამში ეს ციფრები სწორია მე რასაც გეუბნებით. კი ბატონო, აბსოლუტურ მნიშვნელობაში